მინდა გადავუხმო და ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, 7 ჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე, სამწუხაროდ არ მისცემდა ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა და ძალიან ბევრი პრობლემას უშედა თავს კოლეგებს და თანამშრომლებს, მაგრამ ძალიან საინტერესო ტეკილა რო არის თუ იცით სასწავლელი მისი გაკეთებული ადავასთან. Anyway, მოკლედ, შემდეგ ეს ფაგების აღმოჩენის მერე ძალიან ბევრი ქვეყანამ დაიწყო ფაგების გამოყენება ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ. იგივე პასტერის ინსტიტუტს ჰქონდა 5 პრეპარატი ადამიანის ჯანმრთელობისთვის გერმანიაში, ორი ისეთი ძალიან დიდი ერთი კომპანია და მეორე საზოგადოება ბაქტერიული ფაგების რომელიც ასევე იყენებდნენ ფაგებს და შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრი კომპანია ჩვეულებრივად მიღებული სტანდარტული ნაწილი იყო მკურნალობის. ელაილის მოთხოვნა ეხლა საკეთებს მისი ვეტერინარული განყოფილება ეხლა საკეთებს ფაგებს და ნაზლავიჩის ოაც საწინააღმდეგო სრულხებს რეცხავენ იმისათვის რომ შეამცირონ ამ ნაზლავიჩის გავრცელება. ეხლა ჩვენი ინსტიტუტის შესახებ რატო გვაქვს ამ საქართველოში ესეთი და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? აქ ისევე როგორც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში თბილისშიც იყო ეგრეთ წოდებული პასტერის სადგური, რომელიც ახალ 16 წელს გარდაიქმნა ეგრეთ წოდებულ ბაქტერიოლოგიის ცენტრალურ ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიას და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ლაბორატორიას, იმიტომ რომ ის ემსახურებოდა არა მარტო საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ასევე თურქეთის ნაწილს, ირანის ნაწილს, ჩრდილო კავკასიის ქვეყნებს და ძირითადად ეს იყო სადიაგნოსტიკო სამუშაოები და ასევე ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და ვაქცინები. 1918 წელს გიორგი ელიავა, რომელიც იყო ახალგაზრდა ძალიან განათლებული შვეიცარიაში ჰქონდა მას განათლება, ექიმი და მიკრობიოლოგი დაინიშნა ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელად. და ძირითადად ეს ლაბორატორია, როგორც აღნიშნა, ვაქცინებზე მუშაობდა და შემდეგ ისეთი თავრობის დავალებით ელიავა გაემგზავრა პასტერის ინსტიტუტში, იმიტომ რომ ის ვაქცინების განსავითარებლად ეგრეთ წოდებული. და შემდეგ ეს ლაბორატორია 1923 წელს გადაიქმნა ინსტიტუტად, ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტად. და ამასობაში, როგორც მოგახსენეთ, პასტერის ინსტიტუტში გიორგი ელიავა შეხვდა ფელიქს ნერელს და ეს ორი ადამიანი ძალიან დამეგობრდა, ელიავა დაინტერესდა ფაგებით ძალიან, მან დაიწყო ეს ექსპერიმენტალური დასაქმება, რაც თქვა დელელის ესეთი ჰიპოთეზური თეორიები არსებობდა, ელიავა უკვე ექსპერიმენტულად ამას ადასტურებდა და ძალიან ბევრი ძალიან საინტერესოდ დაგვაქვს ელიავას ჩვენი საზრით ნობელის პრემიაზე ელიავას უნდა ყოფილიყო წარდგენილი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი სამუშაოები ჰქონდა იმ პიონერული რაღაცა მოწინავე ინსტიტუტში ქართული მეცნიერის მიერ იყო ეს ყველაფერი. შემდეგ მან მოიწვია თეორიული საქართველოში, რომელიც ძალიან მოეწონა არსებული ინსტიტუტი, დაარსებული იყო და ამ ორმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მოდით გავაკეთოთ მსოფლიო ცენტრი ბაქტერიოფაგების შესწავლის და გამოყენების. და ნამდვილად ეს იყო მათი თავდაპირველი იდეა, თუ გვეწევით ჩვენ ინსტიტუტში განახილოს გვაქვს არაჩვეულებრივი ალბომი, რომელიც ეს ყველა ის ობიექტი, რომელიც მათ ჩანაფიქრში ჰქონდა თავიდან ეს იქნებოდა სადიაგნოსტიკო კლინიკა, რასაკვირველია ინსტიტუტი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ჰოსპიტალი, ასევე ცხოველების სანაშენე ეს ყველაფერი ჰქონდათ ძალიან ლამაზი ეს ალბომი. სამწუხაროდ ელიავის სახელი არის გადაწაშლილი, იმიტომ რომ 27 წელს სამწუხაროდ არის პოლიტიკური რეპრესიების გამო ელიავა დაიჭირეს, შემდეგ დახვეწეს და მდევრელი არის უკვე დამოუკიდებლად საქართველოში. თუმცა მინდა ვიტყვი, რომ ინსტიტუტი განვითარდა და ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა საბჭოთა მთავრობის და შემდეგ ძალიან მალე გარდაიქმნა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლავ ბიოლოგიურ დაწესებულებად საბჭოთა კავშირში, ყოფილ საბჭოთა კავშირში. წლების განმავლობაში იქ იყო, ესე იგი, ორი ნაწილისგან შედგებოდა, ეს იყო სამეცნიერო-კვლევითი ნაწილი და წარმოება იყო ძალიან დიდი. მოგახსენეთ შემდეგ სლაიდზე. უბრალოდ ესე ჩავიაროთ, ესე იგი 90 წლამდე ჩვენს ინსტიტუტს ერქვა ვაქცინებისა და შატების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. შემდეგ მოგახსენება ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, 90-იანი წლები, ეს მთელი ვერტიკალური
კავშირები მოირღვა, ქვეყანა ცდილობდა რომ აეშენებინა დამოუკიდებლობა და ჩვენმა მთავრობამ მაშინდელმა გადაწყვეტა და ეს ალბათ რეალურიც იყო, რომ ვერ შეინახავდა ამ მონსტრს, რომელზეც ერქვა ბაქტერი ფაგი და გადაწყვეტა ამ საწარმოო ნაწილის პრივატიზაციაზე გაკეთება. ნუ ეს ძალიან მტკივნეული თანხმობა ჩვენთვის გასაკვირველიც მაშინ მუშაობდა, თუმცა აი ასე ძალიან კუპონებად თუ გახსოვთ, კუპონები იყო მაშინ დროს და ეს ძალიან იაფად ადამიანებმა შეისყიდეს ეს ნაწილი წარმოების უზარმაზარი ნაწილი და ფაქტიურად ელიგირავას ინსტიტუტმა დაკარგა ეს უზარმაზარი საწარმოო შესაძლებლობები. 2005 წლამდე შემდეგ 2017-დან ძალიან მართლა ძალიან რთული პერიოდი იყო, გახსენებათ არ ქონდა დენი, წყალი, ასე შემდეგ, მაგრამ არასოდეს არც ერთი დღე ინსტიტუტი არ დაკეტილა, მე და ეს ძალიან სიამოვნებით გამოცხადო და ჩვენ ვინახავთ ამ ჩვენ უნიკალურ ფავრ კოლექციას სახლებში. იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ ქონდა. ბაქტერიები დავუყავდა კოლექციის, მაგრამ ფაგები გადავარჩინეთ და ეს ნამდვილად ძალიან დიდი დამსახურებაა მეცნიერების. 2005 წლამდე ვიყავით სამეცნიერო მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში და ვიყავით პირველები, ვინც გამოვედით იქიდან, იმიტომ რომ მაშინდელმა ადმინისტრაციამ ჩათვალა ვერაფრით ვერ გავიდოდით, იმიტომ რომ მაინც ძველი ბიუროკრატიული სისტემა იყო და მოკლედ 2012 წლიდან გვაქვს ესეთი დამოუკიდებელი სტატუსი, ესე ლეგალური სტატუსი, არ ვართ მიერთებული არც ერთ უნივერსიტეტთან, ხო უმრავლესობა სამეცნიერო ინსტიტუტების გაერთიანებულია უნივერსიტეტებთან, მაგრამ ხუთი ინსტიტუტია დარჩენილი, რომელსაც აქვს legal CPA ეწოდებული. ეხლა მე ვახსენებ წარმოების დიდი მასშტაბები, ნამდვილად ძალიან დიდი იყო, ფაგები იყო ერთი ნაწილი, ხო, ფაგები იყო, როგორც მოგახსენეთ, სტანდარტული ნაწილი ჯანდაცვის. რას ნიშნავდა ეს, რომ ფაგები გამოიყენებოდა ინფექციური დაავადების საწინააღმდეგოდ, ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო საბჭოთა არმია, ჯარი. ისინი იყენებდნენ ფაგებს პროფილაქტიკისთვის და ძირითადად, როდესაც საერთოდ ჯარებს აღზამებდნენ შუა აზიის რესპუბლიკებში, იქ მთავარი მაგალითად მათი პროფილაქტიკისათვის ყველას ჰქონდა ეს ტაბლეტები, ფაგის ტაბლეტები, გამოიყენებოდა პროფილაქტიკად. ძირითადად დიარეული დაავადების საწინააღმდეგოდ. ნუ რასაკვირველია, არ მხოლოდ ფაგებზე იყო, ფაგები იყო თერაპიული, პროფილაქტიკური, ასევე სადიაგნოსტიკო, პირველი ინფექციური დაავადების დიაგნოსტიკა ხდებოდა ფაგების მეშვეობით. მაგრამ პარალელურად ინსტიტუტი აწარმოებდა ვაქცინებს, სხვადასხვა ვაქცინებს, შრატებს, დიაგნოსტიკუმებს, ციმბირუსული ძალიან ცნობილი საბჭოთა ვაქცინა იწარმოებდა ჩვენთან 1985 წლამდე. ეს იყო მონსტრი 200 ტონა კვირაში. წარმოიდგინეთ, მთელ საბჭოთა კავშირს ვამარაგებდით ამ ბიოლოგიური პროდუქტებით და ერთ დღეს ყველაფერი ესე დაიშალა. ეხლა მოგახსენეთ, რომ ფაგოთერაპია იყო სტანდარტული ნაწილი, ხო? და ძალიან ბევრი ინვესტებდა მაშინ, ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვაქვს, დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში შეიძლება ითქვას, 7 ენაზე გვაქვს პერიოდიკა, ასლი წიგნები, ჟურნალები, რომლებიც ასახავენ იმ კლინიკურ შედეგებს, რაც ფაგოთერაპიის გამოყენების შემდეგ იყო აღწერილი, ხო, მაგრამ ეს ყველაფერი არის case by case არის, რასაც ქვია პაციენტების შემთხვევების აღწერა. საბჭოთა კავშირის დროს არ იყო შესაძლებელი პლაცებო ან ორმაგირებულმა კვლევების ჩატარება, ეს უბრალოდ აკრძალულიყო, მხოლოდ სამხედრო ექიმები აკეთებდნენ ამას. ამიტომ ეს მთელი ლიტერატურა არის შემთხვევების აღწერა ძირითადად, ხო? დაახლოებით 2005 წელს ჩვენ შევძელით ამ დიდი ნაწილის გადათარგმნა ინგლისურად, გამოვეცით წიგნები, ეს იყო ინგლისის დიდი ბრიტანეთის მთავრობის დახმარება. ეხლა რას გვეუბნებიან ეს რასამოს ეს პუბლიკაციები, რაც ესე ძალიან მრავალ აქვს, ხო? 1920 გამოყენება დაიწყო ძალიან ადრე, ხო? 1920-30 წლებში ძირითადად იყენებდნენ ქირურგიული გართულებების დროს. იყენებდნენ პირველი მსოფლიო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ასევე აერომალი განგრენის, ხო, ანაერობული ინფექციების წინააღმდეგ და რასაკვირველია ინტესტინალური პრობლემების იქნებოდა ეს მუცლის ტიფი, დიზენტერია, შიგელოზი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. 1940-50-იან წლებში უკვე აღწერილი, რომ მათ გააფართოვეს ფაგების გამოყენების არეალი, უკვე რესპირატორული ინფექციების საწინააღმდეგოდ,
რომელიც მე ვფიქრობ, რომ კიდევ არის დასამუშავებელი, იმიტომ ძალიან საინტერესო შემთხვევებია აღწერილი. ფაგებს იყენებდნენ ძირითადად ზედაპირულად, ლოკალურად, კამფუშა, ინტერნერმალური რეინიექციები, სპეროს ასევე და 1980 წლიდან აი ჩვენს ინსტიტუტში დაინერგა ეგრეთ წოდებული ინტრამენფაგის გაწმენდის მეთოდიკა ინტრავენული გამოყენებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა რა დასკვნა შეიძლება გამომდინარე აი ამ ახალ ლიტერატურის ასე ვთქვათ, ანალიზის შემდეგ, რომ ძირითადად ფაგოთერაპია არის დადებითი, ეფექტური და აღწერილია დაახლოებით მაქსიმუმ 95% ეფექტურობის. მუშაობს ძალიან სწრაფად, რომ მიეცემა თუ სპეციფიურად კარგი ფაგი მონახე და შეურჩიე დაახლოებით პირველი კვირის განმავლობაში შენ გაქვს სრული, ვთქვათ, დადებითი კლინიკური ეფექტი. რეციდივი არ იყო, არანაირი გვერდითი მოვლენა არ იყო აღწერილი, შეიძლება და ფაგების გამოყენება, სიკვდილიანობა შეუცილდა და რასაკვირველია, კლინიკაში ყოფნის ძნელი, ანუ ეკონომიური ეფექტიც იყო ნანახი, მაგრამ რა სიძნელე და პრობლემა იყო ის, რომ ძალიან ხშირად ამ შემთხვევების აღწერის დროს, თქვათ, შედარება სტატისტიკურად არ იყო საიმედო, იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანების სხვადასხვა რაოდენობა იყო საკონტროლო ჯგუფში მაგალითად ან ექსპერიმენტალურ ჯგუფში სხვადასხვა მეთოდიკა იყო გამოყენებული, მაგალითად მეთოდები დოზირება იყო სხვადასხვა, რაც ასევე სტატისტიკურად არასამდო მონაცემებს აჩვენებდა, თუმცა მაინც დადებითი ეფექტი ნამდვილად იყო გადასწორებული და აღწერილი. ძალიან საინტერესო პუბლიკაციები გვაქვს. პუბლიკაციები არის 30-იანი წლებიდან, ხო, ძალიან ცნობილი ქირურგი ალექსანდრე ცულუკიძე, რომელსაც აღწერილია ფაგების გამოყენება უროლოგიაში მაგალითად. ასევე ჩირქოვან პროცესებში იაშვილის 40-50-იან წლებში, 50-იან წლებში ახალგაზრდების ბლინქსონების ინფექციების საწინააღმდეგო. შემდეგ უკვე 60-იან, 70-იან წლებში ეს უფრო